იმისათვის, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლოს ჩვენი ტელეფონის ელემენტმა და არ დავხარჯოთ ტყუილად მისი ენერგია. და კიდევ რომ არ გვითვალთვალოს Google და მოგვიგდოს ხოლმე არასასურველი რეკლამები. უნდა გავაკეთოთ შემდეგი. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ Google Play Market-ში და მაღლა მარჯვენა მხარეს ვხსნით ჩვენს პროფილს. Аккаунты настройки. შემდეგ Библиотека персонализация в приложении. Google Play Edge. Из. პერსონალიზაცია приложение Google Play. შევდივართ აქ. Сервисы. Google Play. Изменить другие настройки персонализации Google Play. Данные сохраненные. Мы сохраняем информацию. Перейти на страницу истории Google Play, чтобы изменить настройки истории приложения или поиска. Ссылка. ანუ რა ხდება აქ და რას ვთიშავთ, ანუ Связанные настройки данных. შეგიძლიათ წაიკითხოთ თვითონაც და დაწუნებთ ანუ ამის სინამდვილეში. Подробнее о настройках Google. Ссылка. Центр управления рекламой, персонализация рекламы отключена. Ссылка. ნახეთ, გათიშული მაქვს. ცენტრ უправление რეკლამი. ანუ ეს თუ ჩართული არის, სადაც რამეს ეძებთ თქვენ დაუშვათ Google Chrome-ში, Google Play Market-ში, Google-ში თუ YouTube-ში, მაგასთან შეთანხმებით აგროვებს ინფორმაციას და გიგდებთ რეკლამებს, სხვადასხვა რეკლამას. რეკლამა თავისთავად შემაწუხებელია და პლუს ამას ეს ყველაფერი აჯენს ტელეფონის ელემენტს. ამიტომ სასურველია რომ გავთიშოთ. მადლობა ყურადღებისთვის. ხოთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.